ერთ-ერთი უძველესი და მისტიური დღესასწაული სვანეთში ლამპრობა იზეიმეს. ყველაზე გავრცელებული თქმულებით ის სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად იმართებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ითვლიდნენ, რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში. პირველი ცნობები კი ქართლის ცხოვრებაში აღწერილი ისტორიული წყაროების მიხედვით ლამპრობა მთელ საქართველოში აღინიშნებოდა განსაკუთრებით მთაში. ტრადიცია სვანეთმა შემოინახა ლამპრობას აქ წლის განმავლობაში რამდენჯერმე ზეიმობენ. თებერვლის დღესასწაულს კი მირქმას უკავშირებენ. ზემო სვანეთში ეს დღე სიმბოლურად ღმერთთან შეხვედრასთან, ნათელსა და სიწმინდესთან ასოცირდება. ლამპრობას მულახის თემში დაესწრნენ ანუკი მასხარაშვილი და ზაზა შუკვანი. ეს ზემო სვანეთია, მულახის თემი, სოფელი ჟამუში. შებინდებამდე ცოტა დრო დარჩა და სოფელში პირველი ლამპარი აინთება. ცეცხლმოკიდებული ლამპრები ყველა სახლიდან მამაკაცებს გამოაქვთ. ლამპრები ადამიანებს ტაძრისკენ მიმავალ გზას უნათებს, როგორც ცხოვრებაში ხდება, როდესაც ბნელღამეს დღე მოსდევს ნათლით. ვიცით, რომ მულახის თემში ლამპრობა განსხვავებულია და ჩვენც ამ დღის განსხვავებულ გზას მივყვებით ჟამუშის მცხოვრებლებთან ერთად. არსებობს ორი ლამპრობა. ეს ლამპრობა არის მირქმის ლამპრობა რა, სასაფლაოებზე გაგვაქვს და პირველ რიგში ტაძარში ინთება ეს. პირველად ინთება ტაძართან. ლამპარი არის დაკავშირებული მაცხოვართან, იმიტომ რომ მაცხოვარი არის ნათელი მაგალითი მთელი საქრისტიანოსით და ლამპარიც საერთოდ სვანურ მითოლოგიაში ესე არის, რომ ლამპარი გზას უნათებს. თვითონ ლამპრით რო გახვალ ღამე ხო გზას გინათებს. ესე არის მაცხოვარი ჩვენთვისაც, რომ გზას გვინათებს სასოფევლისკენ. შობიდან 40 დღის შემდეგ ქრისტე ტაძარში მიიყვანეს. ღრმა იესო წინასწარმეტყველმა სიმეონმა იხილა, რომელიც ელოდა მაცხოვართან შეხვედრას. ამიტომ ლამპრობას მულახში სვანურად სვიმნიშსაც უწოდებენ. ეს დღე სიმბოლურად ღმერთთან შეხვედრას, ნათელს და სიწმინდეს უკავშირდება. წინასწარმეტყველი სვიმეონი წერდა წმინდა წერილს. გამოიცხადა ანგელოზი მას და ანგელოზმა უთხრა, რომ მანამდე იცოცხლებს, სანამ იშვება ძეღვრთისა. და ესე იგი ამ წინასწარმეტყველმა იცოცხლა დიდხანს და როდესაც მაცხოვარი იშვა მე-40 დღეს მიიყვანეს ტაძარში მაცხოვარი და როდესაც მივიდნენ ტაძარში სვიმეონი იქ დახვდათ მათ და რომ მივიდნენ ტაძარში ლამპარი ეჭირათ ხელში და ისე მიიყვანეს რა მაცხოვარი და აი აქედან მომდინარე აქ ამას უკავშირდება ეს დღევანდელი დღე დღევანდელი ლამპრობა. სოფელ ჟამუში 6 კომდი ცხოვრობს. ყველა ოჯახიდან გამოტანილი ლამპრები ტაძართან ერთ დიდ კონად ერთიანდება. ლამპრები არყის ხისგან მზადდება. გადმოცემის თანახმად ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ და ტყეს შეაფარა თავი. არყის ხემ ტოტები ჩამოუშვა და მაცხოვარი დაიფარა. მაშინ მაცხოვარმა დალოცა ეს არყის ხე. გამოსაყენებელი ყოფილიყავიო აი რო გადავთარგმნოთ სალოცავად, როგორც სანთლის როლი რო შეესრულებინა ლამპარს და იმის მერე არყის ხისგან მზადდება აქ სვანეთში ლამპარი. ჯგრეაგი ლამპრობს ვეძახით, გიორგობის ლამპრობას ვეძახით, იქ რაოდენობის მიხედვით არის. ანუ რამდენი ვაჟკაცი არის, თქვათ, ქუდის დამხურავი არის ოჯახში, იმის მიხედვით აკეთებენ. ანუ წმინდა გიორგის ლამპრობაზე და დღევანდელ დღეზე ასე ვაკეთებ. ან 6 უნდა იყოს, ან 9 უნდა იყოს, ან 12 უნდა იყოს, თქვათ, 12 მოციქული ეს დაკავშირებული არის ქრისტეს ცნებებთან. ლამპრების კონის ირგვლივ სვანები ჭიდაობაში ებმებიან. ეს სცენა სიმბოლურად მულახის თემის და სოფელ ჟამუშის ისტორიას აცოცხლებს. ლამპრობა ტარდებოდა აქ ჩვენ სოფელში და მტერი შემოესია ჩრდილო კავკასიიდან. მტერი დაამარცხეს, ჭიდაობა, გუნდაობა რო ტარდება, ეს დაკავშირებული არის ზუსტად იმ ომთან. ჭიდაობის მერე ლოცვა ტარდება უკვე. ეს უკვე იმის ნიშანია, რომ იმ ომის შემდეგ, რაც იმომეს, მტერზე გამარჯვების სიმბოლოდ ისევ გააგრძელეს ლოცვა.
ლამპრობის დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილი ტაძარში ლოცვაა. ამ დღეს ოჯახებიდან შესაწერი მოაქვთ და მლოცველი კაცები მაცხოვარს სვიმრას, იგივე სოფლის ახალგაზრდა თაობას შეავედრებენ. ლამპრობის დღეს ეს არის დაწყებული რამოდენიმე საუკუნის წინ. ეს ჩვენ სოფელში და აი ზედა სოფელში. ასეთი ლამპრობა არავინ არ იცის ამ ჩვენ სვანეთში. ბადიშსა და იმას ვარდიგძელებთ სოფელთან ერთად. ბადიში არის ჩემი დის შვილი რო იქნება. იმას ვეძახით ჩვენ ბადიშს. და ვინც ამ სოფელში ბადიში იქნება, სოფლელი იქნება, საიდანაც არ უნდა იყოს, ყველა მოდის აქ სალოცავად. 3 სანთელი უნდა ამთო, 3 ის უნდა კონდეს კვერი და ესე უნდა ილოცო. ან 1 წალი, 2 არ შეიძლება. ლამპრობის დღესასწაულზე სოფელში მცხოვრებლებს ერთი ოჯახი მასპინძლობს და ყოველწლიურად მორიგეობით ენაცვლებიან. წელს ქალდანების ოჯახშია სამზადისი. ამ დღეს ხარი იკვლება. ტრადიციულ კერძებთან ერთად სვანური კუბდარი მზადდება. თავარი კერძი რაც არის კუბდარი მაგიდაზე. დილას დავაცხოთ კვერები, ანუ სვანურად ლემზირები, რომელიც ხართან ერთად უნდა შეილოცოს. ეს დავაცხო 6 წალი, 3 ოჯახიდან და 3 სოფლიდან, რომელიც ხართან ერთად დაილოცა ეს. მულახის თემი 12 სოფელს აერთიანებს. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი იყო თემში გადასაწყვეტი, სწორედ მულახის მაცხოვრის ტაძართან, სოფელ ჟამუში წყდებოდა. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ მე აი სიცოცხლესაც გავჭირავ ამ ტაძრის გულისთვის. აი ისეთი გრძნობა და ისეთი ძალა მაქვს ამ ტაძრისგან და იმიტომ რომ მრავალი სასწაული მიხილია ამ ტაძარში მე თვითონ მე პირადად დიდი სასწაულების მომსწრე ვარ. მულახის ეს მაცხოვარი არის მე-11 საუკუნის ინახება უძველესი ხატები, რომელიც ბაბუაჩემმა შემოინახა კომუნისტების დროს გადამალა და დღემდე არის შემონახული ერის საგანძური.